ისეთი მივარტყი ტელეფონს ესა ხელი რომ გზაზე დაიწყო. გამარჯობა, მაიც გამოვჩდები. დაძირანა დასკამდი, გამარჯობა. გამარჯობა ხალხებო. ეხლა ვაი გული მაქვს მოვარდნაზე. ლომი ნობათი ჩამომივიდა, ანუ ფიქრიას ამანათი მოვიდა. გეგმაში მქონდა რომ სხვა ვიდეო უნდა ჩამეწერა ვითომ ეს დღეები ჯერ არ ვფიქრობდი და თურმე მოსულია ფიქრია ეხლა გავხსენი აქ მაქვს ჯოხი წადი იქით ეხლა ბრაგვანს რო გაიგებთ იქნება ჩემი ტროსტი გადათხლაპებული სუვარდება ხო და წავედით სამფეხა რომ მეყიდა ეხლა ვიცი ვინმე დამიწერს და აქვე გაგცემთ პასუხს სამფეხა რომელსაც ხელს გაუშვებ და დგება ვითომ ეგ უნდა აინოჩეთ და დაიღალა სადაც ვართ სულ მივარდება ჯოხი და ტყაპანი გასწვივა ბაწუდიან ხო და ვიყიდოთ ისო რომ გაუშვებ ხელს და დგა ვერა მე იმით ვერ ვივლი ისეთი სუსტია ესე წოწი კანაობს და ამ ხელაქალს ის დამიჭერს მე არა შანსი არ არის ეგ უნდა დაიჭიროს პატარა ბაბუშკა ისე რა რომ დაეყრდნოს უბრალოდ თორე ავატყოფი მუხლისთვის ეგ არ ვარგა. მოკლედ ეგ გადახვევა იყო და არ გვაიტერესებს. ყუთს ცელოფანი შემოვხსენი, გარედან არაფერი არ ეტყობოდა, ფიქრიას ვესაუბრები ახლა. ხო, პირველ რიგში ფიქრიას მადლობა რა თქმა უნდა. ანის მადლობა ფიქრიას გოგო შეწუხდა, როგორ ვთქვათ, ბევრი რეკა წაიღო, მოიტანა, რა ვიცი, ანი, დიდი მადლობა. შენც და შენს მეუღლეს და მოკლედ ყველას ფიქრიას ხო მადლობა და მადლობა. ეხლა ხო და ფიქრიას ვესაუბრები, გავხსენი ფიქრია, არ ვიცი შიგნით რა ხდება, გარედან არაფერი არ ეტყობოდა, მომცეს რამე ვაიმე ჯერ იქ უნდა გაცინოთ რა ამ კაც სულ ვაშებში ეცინებოდა რომ ესა რა ქვია რო უთხარი რომ ვაიმე რა ვქნა მეთქი ჩემი ბრალი არ არის ჯერ უთხარი ვინახართ აქ მეთქი სახელი და გვარი მე ვარ რაშია საქმე დედაჩემის ძმობილი იყო ეგ კაც მე არ მიცნობს და მაინდა მაინც მაგრამ დედაჩემის კონდა კარგი ურთიერთობა ხო და მე ვარო და მე ვთხარ დაგელოდები ერთი წუთი შენ დასაქმე მაგ მეთქი კონი თქვა რა უნდა ავაზღაო მე ვთხარ შენზე ფულია გამოგზავნილი და აბა ნახე მეთქი ხო ისო საერთოთო აქ ვახდევინებთო და ჩემი ბრალი არ არის მეთქი მე ვთხარი ადამიანი შეწუხდა ისეთი გოგოა მეთქი ვიცი გუშინ მესაუბრეო არ ვიცი რომელს გესაუბრად ანის ესაუბრა თუ ფიქრიას არ ვიცი ხო ვიციო და მოკლედ მოგვარდა აიღო იმან ფული და მე ვთხარ შენ ჭირვე მე ვერ ვეწევი მეთქი მძიმეს ქვასავით ტყუიასავით არის ხო და გარეთ გადამიდგი მეთქი და ჩემი ქმარი იმიტომ რომ მანქანის გასაჩერებელი არ იყო და გამოივლის მეთქი და დამიძახეო რომ მოვა შენ ქმარი და არა მე ვთხარი მანდ დადევი გარედან ტროტუარზე და რომ მოგძანდება ჩემი ქმარი ზუსტად გამოვედი ინოჩეტეც წრეებს არ ტყავდა პოლიცია იდგა და 4 ჯერ გავუარეო მითხრა და რატო არ გამაჩერის ვერ გავიგეო რატო არ გამაჩერის მოკლედ ავიღე წამოვიღე ხო და გარედან არ ეტყობოდა მეთქი განედამაყრას ვამბობდი და ეხლა რო გავხსენი ყუთია სველი ფიქრია ნახოთ ეხლა შიგნით რა ხდება ხალხო მე არ ვიცი აქ ვიცი რომ ყველია და მეტი არაფერი არ ვიცი და ნახოთ ეს არ ვიცი მაგათი პარკებია თავიანთი პარკებია იმ რა გზავნილიც არის და რატო დააფინეს ეთყობა იმათაც აქ უკვე სველია ეს უკვე სუსველია ნახოთ რა იქნება მე სინი მაქვს მოტანილი ყოველ შემთხვევაში დედა აწერია ზემოდან ეწერა სხრევადიო იქ დააკრევინა ეთყობა და ნახოთ აბა დავინახე ხალხო ყველის თავები ეხლა მაღაზიაში შევედი ინოჩეტემ ჩამომაგდო და წადი ბარში ყავადალიო ინოჩეტემ ამ მოიტანა და წადი ყავადალიო თვითონ არა სულ დაარსად არ შემიყვანა ხო და ძალიან დიდი ის იყო საცობები ძლის წავედ მოვედით ხო და მაღაზიაში შევხედე ნეტა რამე ყველი ხო არ მე თქვი რა ყველი და რა ყველი არ მოვიდა სახში მეთქი ვაი მე რა გამორტა ვაიმე ხალხო
თავი ყველებია. თავი ყველებია და აწერია აჭკი. ამ იმერული ყველით შეაგრიალე ხაჭაპურიო. სხვათა შორის ფენოვანი ცომი ვიყიდე. აბა დაიცა. ერთი პარკი კი უნდა იმას ავქნა რომ შიგ ჩავყარო პარკი. დაიცადე. ამოვატრიალო. აი. ბოდიში ვიცი რომ ძალიან ცუდად ისმის. მაგრამ მეტი გზა არა. ეხლა ვნახოთ რა ხდება შიგნით. ადრე რომ დედაჩემი რომ ყველს მიგზავნიდა ან მე ან ჩემ ძმას ჯერ ახველდა ხოლმე ტილოში და მერე დებდა ცელოფანში და უფრო იმისი რა ქვია ცხვრის ყველი დედა რა ყველია ხალხო იქრია ეს რა არის ამ ხელა თავი ყველები ნახეთ ხალხო ეს მე თვალით არ მინახე იცით რამდენი ხანია ვაი მე უნდა გავჭრა დავჭამო გავსინჯო დავარქვათ გავსინჯო ხო უნდა გავიგოთ როგორ ჩამოვიდა დედა ახალი ყველია აი მე რა კარგია ვაი მე ვიქრია რა ნეტარება ბოლო დროს 10-15 წლის წინ ვამო ჩვენთან ყველიც გაფუჭდა იმიტომ რომ არ ვიცი რითი ადედებდნენ და გემო ძალიან გაუფუჭდა ყველი აი იშვიათი იყო რომ გეპოვა ისეთი გემრიელია რომ არ ვიცი მე კიდევ ვჭამო რა ვიცი ხა თქვენ როგორც გინდათ ეხლა ვინმე დაწეს ვაიმე რა არაფერს არ ღრაჭუნა ყველია ღრაჭუნა ყველია მეორეზე ვნახოთ რა წერია გამელე მეგრული სულგუნი ჩაკუშკუშე ელარჯიო დაიცა აქ რაღაცა ვაიმე გავგიჟდე ეხლა გავგიჟდები ხალხო ეხლა გავგიჟდები ეხლა ეს უნდა წაგიკითხოთ ეს რო არ წაგიკითხოთ გამომცხვარი რომ გამომეგზავნა ვერ გავბედეო შემეშინდა არ გაფუჭებულიყო ამიტომ გიგზავნი კეცებს და ნეშოს იქნებ გაზზე გამოვიდეს და გამოვა თანამედროვე ნეშოიანი მჭადებიო დედა გავგიჟდები ეხლა მე ვაიმე ადამიანი რომ ვაიმე არ ვიცი ხალხო როგორ გითხრათ აი შენზე რომ იმას იფიქრებს რომ რაღაცა ის რაც ენატრება რაც ნოსტალგია რაც ის აქ ის იმის ვაიმე ვერ გეუბნებით ამას არ ვიცი ფიქრია ძალიან დიდი მადლობა და ანი და მარი რა ვიცი ყველას დიდი მადლობა ვიცი რომ ყველა შეწუხდა და ეხლა ეს უნდა გავხსნა მე ეს აქ ხალხო მოცარელის მეტი რა არის არაფრის გემო არა არაფრის დამიჯერეთ არ მიყვარს ეს არის სულგუნი რომელსაც ეხლა მე ვივირთმე დაიცა ის მოვიტანე რომ ხელები გავიცი დედა როგორი კარგად ვიცი ყველის გამყიდველივით ამოჭრა არა და ყველი არასდროს არ გამიყიდია სულგუნი ხალხო სულგუნი ფენებად რო იშლება ვაიმე სულგუნი აკაურ მოცარელა არ იშლება შრეებად ვაიმე სულგუნი აი მე რა კარგია
ვაიმე ცუდად ავარ. გამოვსყდი ამდენი ყოლის ჭამით. ორივე ძალიან გემრიელია, არაფერი არ გაფუჭებულა, არაფერი არ მოსულია ფიქრი. ეხლა არ ვიცი, ამდენს ხო ვერ მივირთმევ და რა როგორ. ეხლა ინოჩენტეს ხო ლაქტოზას გარეშეა, მაგრამ უკვე რომ მივიდოდით უთხარი ყველი რო არის ვიცით ხო. ხო და იმებს ტაბლეტებს გადავაყლაპებ და მაინც მივირთმევს ამას. არ არცებს, მაინც მივირთმევს. ლაქტოზას ეს არ ვიცი რა არის. ნელა გეტყვით, ეს არ ვიცი რა არის. ვალაგებ იმიტომ რომ რაც სველია, ვაიმე როგორ მენანება, რატო პარკში არ ჩადეთ ეს. ვაიმე ეს ვივიანის ისა რატო დასველ და გავაშრობ. შენახული მაქვს მე ვივიანის სულ. ბებლიკუნა ვივიანი. მეორე ბებლიკუნაც აყავს ხალხო. კესანე. ვაიმე დედა. დაიცადე ამას მე ეგრე ვერ დავტოვე. ნანიკო ბებო. ილოცავ შობა ახალ წელსო. გვინდა რომ უფლის ფარველობა არ მოგაკლდეთ ცხოვრების არც ერთ წამს. კოცით ვივიანი და კესანი ხო გითხარით. ვაიმე ახლა ეს უნდა გავშალო და გავაშ. ესე ვერ დავტოვებ, იმიტომ რომ ოპა. აი ასე. ვაი თქვენ გენაცვალეთ და ხელებია ვივიანი და კესანი. ამას ასე გავაშრო და ისა შევინახავ მე. რა კარგია. დაიცადეთ ხალხო, ეს ის არის ჭადების ნეშო. ეს როგორ მოიფიქრეთ ხალხო, ეს როგორ მოიფიქრეთ, ეს როგორ მოიფიქრეთ, ნეშოს ფოთლები რო ჭადები გამოვაცხო. ვაიმე, რა გოგოები ხართ, ვაიმე, ფიქრია ძალიან დიდი მადლობა. ეს არ ვიცი რა არის. სუნელია. რა სუნელია არა წერია. ისა, სვანური მარილია. სვანური მარილია. კარგი. მე ბაზარში ყოველთვისა სინჯავდი და ისევ ყიდულობდი ხოლმე, იმიტომ რომ გიცრულის გემო უნდა ისმოდეს. ეს არ ვიცი. ვაიმე როგორ მიხარი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, ვერანაირად ვერ წარმოიდგენთ, ვერანაირად. იმიტომ რომ ეხლა ინოჩენტეს ვეუბნებოდი რომ გამოვედი. ადრეც მითხრა ერთხელ ინოჩენტე, მაგრამ ეხლა ეს არ ვიცი რა არის ხალხებო. არ ვიცი და არც აწერია, არა აწერია ამას, დაიცათ. ხო და ინოჩენტეს ვეუბნები რომ ასეთ ადგილ გირჩის მურაბაა სურა მიდანო. გირჩის ეს მე არასოდეს არ მიჭამია. არასოდეს არ ვიცი რა არის. ხო და არ ვიცი ვინ იცით, ვინ არ იცით, მაგრამ მე ახლა გაჩვენებთ ეს როგორია. უყურეთ როგორი გირჩია. ჩვეულებრივ გირჩია, პატარა გირჩი. მე რა წიწოვანის გემოც აქვს. თითქოს პირველი დაგემოვნება თითქოს რაღაცა კენკრა. კენკრის გემო აქვს თითქოს რაღაც მოცხარივით რაღაცის, მაგრამ მერე მოდის ისა. წიწოვანი, წიწვების ფიჭვის გემო. დედა რა, ეს რა მაგარი რა. ეს ძალიან სასარგებლოა. დედა ეს თან მაგარი რამეა და იცადე ქვეშ უნდა დაუდო, რომ
მე იმას ვიზავ შემოურეცხავ კილას. ეს წავიღე ის პარკების პარკი. აჰა. ხო ეს არ გეგვეყვი. ხო და ინოჩენტეს ვეუბნებოდიო. ესეთ ოფისში როცა მოვალ ხოლმე მეთქი ან ამანათის ასაღებად ან გასაგზავნად რომ მივდივართ ხოლმე. მე ვთხარი აქედან რომ გამოვდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ საქართველოში ვიყავი მეთქი. ნანა ვითხრა გაიკეთე ეგ მუხლის ოპერაცია და წადი ცოტა ხნით საქართველოში. ხვდება რომ უკვე ეს ნატურალური თაფლიაო. ვაიმე ნეტა იცოდეთ ეს როგორ ჩვენთვის როგორი ის არის ეხლა ინოჩენტეს ისეთ ცუდ მდგომარეობაში აქვს ნახulis ბუშტი და გასტრიტი და აი რო იტყვიან ვუზოგავდი იმას თაფს ვუზოგავ პატარა კოვზებით რომ დღეში ერთხელ დილით მივცე ხო და მე კიდე როცა ნაღველი ამით ეთქდება ხოლმე მაშინ ხო და გავხსენ უიმე დედა ნახეთ როგორია ხალხო ნახეთ როგორია დედა თან რამდენია ვაიმე ფიქრია ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ძალიან არ ვიცი რას მოვჭიდო ხელი თან როგორი ჩალაგება იციან მე არ ვიცი ჩალაგება ეს არ ვიცი რა არის რაღაც ვიხდი ამ სათვალეებს ერთი იკითხეთ რა ვიცი რა ეხლა მართლა ამეტირება რა ეხლა მართლა ამეტირება კარგი ხო ეს ამდენი ყველი და კიდე თუშური ყველიო პირდაპირ თუშეთიდან გემრიელად გემრიო ვაიმე რანაირი მადლობა გითხრა არ ვიცი აი რანაირი არ ვიცი რანაირი დედა რა მაგარია ეს ფერზე ეთყობა ხალხო ამის მეტი რა ვიცი ფერზე ეთყობა ვაიმე ფიქრი ძალიან თიმატლობა შენ ვერ წარმოიდგენ მე ხა გაჩვენებ ვინც ნახე როგორ წმინდა ფერი აქვს ეხლა ნანა რომ ამას არ შეჭამს ეს ძალიან მოწონს ინოჩენტეს მაგრამ ვერ მიირთმევს ამას იმიტომ რომ არა ლაქტოზას გარეშე გამო კი არა ნაყოლს უფეთქებს წლევანდელია ახალია ვაიმე რა კარგია ეხლანდელი ყველია არ არის ძველი ვაიმე რა კარგია თქვენი ცით რომ ქერქი მიყვარს ბავშვობიდან ქერქი მიყვარს დედა კაია თქვენ ანეკდოტი იცით ერთი მოხუცი კაცი რომ ყველს აყიდულობდა და ქერქი გამასინჯეთო კიდე გასინჯა და ქერქიდან გამასინჯა ყველა გულს უჭრიდა და ქერქიო და ერთმა ბიჭმა უთხრა პაპაო ყველს რო სინჯაო გულში უნდა გასინჯაო გულისა უნდა გასინჯაო შენ კიდე რა ქერქიო და მე არ ვიცი სახლში რას მაჭმევენო ჩემი რძალი მარტო ქერქებს მაჭმევსო ძალიან დიდი მადლობა ფიქრი აი შენ არიცი ახლა ეს რა არის ჩემთვის აი გიჟივით ვუყურებ ყველაფერს მართლა ხო ეხლა გინდა ვისაც გინდა შეიოცეთ გინდა უნახავი დამიძახეთ გინდა გიჟდა გინდა გადარეული მაგრამ სიმართლეს ვამბობ მე აიცადეთ რა არის არ ვიცი ჭადის თქვილი ალბათ არა ღერღილია ეს არის ღერღილი ეს არის ღერღილი თან რამდენია ბოლოს რო ლელამ გამომიგზავნა ღერღილი შარშანა რა ხო და და ისე კაცო გავხსნი და ისა
დავაფასოვე, პორციებად, როგორ აქვს, ულუფებად და საყინულეში მქონდა, ბოლოს გავაკეთე ცოტა ხნის წინ. ღერღილია. ღერღილი, იმიტომ რომ ესა შემეშინდა რომ ესე რომ დამეტოვებინა გარეთ მეთქი რამე არ ზაფხულში, რამე არ მოუვიდეს მეთქი და ესა საყინულეში და გადასარევად შეინახა და ამასაც ასე დავაფასოვებ, იმიტომ რომ ბევრია. ეს იქნება ჭადისფრით, დაიცადეთ. აქ წერილია. აიმე ეს ჭადისფქვილი და ღერღილიო ხათუნას ბაღბოსტნიდან არისო. აიმე გენაცვალეთ თქვენ ნატურალური. აი ხა ეს ჭადი უნდა შევჭამო, ღერღილს ვერ შევჭამდი, მაგრამ ჭადს მივირთმევ ხოლმე ასევე. ვაიმე რა გემოაქვს ხალხო. აი კარგი უკვე გამომცხვარი მჭადის გემოაქვს, ისეთი გაჯერებული მჭადის გემოაქვს, ვაიმე ვერ აგიწერთ. მე ხო იცი ტყუილებს არ ვამ. ღერღილი ვერ გავიგე, ცოტა გავკორტე, მაგრამ ამას აქ რაღაცა აი გაჯერებული მჭადის გემო. თედა რა მაგარი რამეა და ალბათ კეცები. აბა ვნახოთ. თედა ეს რა მაგარი რამეებია? ეს რა მაგარი რამეებია ხალხო? აქაც ის არის ნეშოს ფოთლებია. ესე იგი ეს ამაზე უნდა დავაკრა, დაიცადეთ. იქნება მინდორში გავიდე და ცეცხლი ავარდო. დედა ვაიმე რა საყვარელი. სახსალამათია, არაფერი არ მოუვიდა. ეხლა ოღონდაც ეს ფიგრია, დამიწერეთ, არ ვიცახართ. აქ რო დავაკრავ ჭადს, ეს უნდა დავაფარო? თუ ორივე ცალ-ცალკე დავაკრა და ისე დავდგა და მერე გადავაბრუნო. დამიწერეთ. ის ვიცი რომ ასე აკეთებენ, როდესაც ნაღვერდალში დგავენ. მაგრამ გაზზე თუ უნდა დავდგა, ესე ვიზამ. ანუ ორივეს ცალ-ცალკე და ზემოდან რამე სხვას დავაფარებ. ხო? მე მგონი ეგრე. ორივეში დავაკრავ და ზემოდან სხვა რამეს დავაფარებ. დამიწერეთ. კარგად ჩამოვიდა ესენი. დედა, ეს ფოთლები სახსალამათია. არაფერი არ არის. ჯავრი ქონდათ რომ გაფუჭდება ყველი და ფოთლები ყველაფერი სახსალამათია, გადასარევად. და ვიცი, ამდენი ხანი ინახება, ამასაც მათი ვარ შევინახავ, იმიტომ რომ ბევრია. დედა რამდენი რამეა, ვაიმე რაღა ქნა. აჰა, მოვჭით ხალხებო, მოვჭით. ესა გასული იყო, ეთყობა ამ ახალი იმის, შეიძლება სულგუნისაც, მაგრამ უფრო ახალი ყველის წვენი იყო გასული. ხალხო, ეხლა მე ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი გახარებული ვარ, აი ეს ნობათი, აი ვერ გეტყვით. ფიქრია ძალიან დიდი მადლობა, შენ არ იცი, არ ვიცი წარმოგიდგენია თვინმეს თუ არა, ჩემთვის რამდენ რამეს ანიშნავს. მე აქ აკეთებდნენ, ჩამოქონდათ, ყიდიდნენ, იმერული ყველი. მიყიდია, ვერ გეტყვით, არ გეტყვით რომ არ მიყიდია, მიყიდია. ბოლოს დედაჩემი რო ჩამოვიდა სუბოლოს სულგუნები ჩამომიტანა. ახმეტაში ნაყიდი რაღაც ახალი სასულგუნე გაიხსნაო, არ ვიცი რა იყო და ჩამოიტანა ვითომ სულგუნი. 3 იყო თუ აღარ მახსოვს დიდი სულგუნები. არ ვიცი ხალხო, გზაში 2-3 დღე იყო დედაჩემი და ესე იგი
გაფუდა ის სულგუნი, გადნა, რაღაცა მოვიდა, არ იყო სულგუნი. მე ვთხარ დედაჩემზე და ეს კაუჩუკია, რაღაცა სულგუნი, ამ სულგუნის არაფერი არა აქ მეთქი. აი ესეთი ყველი 16 წელი არ მიჭამია. მართლა ოღონდ. ცხვრის ყველი მქონია, კარგიც გამოუგზავნიათ, ჩემებს გამომიგზავნეს, დედაჩემსაც ჩამოქონდა ხოლმე. ცხვრის ყველი კარგი, ეს ძალიან კარგია ოღონდ. ძალიან მიყვარს ახალი, როდესაც ძველიც მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმ წლის ყველი ძალიან მაგარი რამეა. ახლა არ ვიცი ზოგმა შეიძლება თქვათ, მაგას ზოგი არც აჭამს და სულსაც ვერ იტანს, მესმის, მაგრამ ვინც მოყვარულია, იცის რასაც ვამბობ. და აი ეს სულგუნი და ესეთი იმერული ყველი მე 16 წელია არ მიჭამი. ამას არ ვამეტებ. არ ვიცი როგორ აგიხსნათ, როგორი გემო აქვს. ნამდვილი ყველის გემო აქვს, როგორ ვთქვა, არ ვიცი. არ ვიცი როგორ გითხრათ, აი არ ვიცი. ხაჭაპური რა გითხრათ, რანაირად გავიმეტებ მე ამას ხაჭაპურში მაგას ვერ გეტყვი ფიქრი. მაგრამ ვერ გეტყვი. აი ნამდვილი სოფლის ყველის გემო აქვს. და სულგუნი ხო სულგუნზე ხო ლაპარაკი არ არის რა. აი მე რა კარგია. ხაჭაპურში ვერ გავიმეტებ. ტყუილს ვიტყვი. ტყუილს ვერ გეტყვი, ვერ გავიმეტებ. ჭადი და ღომთან კი. ჭადი და ღომთან კი. ძალიან კარგად მესიამონება, მაგრამ ხაჭაპურში ალბათ რო ავიღო ამ ხელანაჭერი და ხაჭაპურში გავუკეთო ვერა. ვერა მეგობრებო, ვერა ფიქრი. ძალიან დიდი მადლობა ფიქრია. ღმერთმა მე რო ვარ გახარებული, ასე კი არა 1000 მაგაც სულ გახარებული გამყოფოს შენი შვილები, სიძეები, ოჯახის წევრები, მონაგარი, გმარშვილი, ყველა. შვილიშვილები კიდე გიმრავლოს და გიმრავლოს, ერთ-ერთმანეთზე უკეთესებ. ვაიმე, არ ვიცი რანაირი მადლობა ვთქვა ხალხო, ვაიმე, ისეთი ბედნიერი ვარ, აი ვერ გეტყვით რა. კი ვამბობ, ეს არ ვიცოდი. ნუ ვიფიქრე, რომ იმერული ყველი იქნებოდა, მაგრამ არც სულგუნი არ ვიფიქრია და თუშური ყველი საერთოდ არ ვიფიქრია. საერთოდ და თან მომწერა, რომ დამბალ ხაჭო ვერ ვიშოვეთო, ასე გვითხრესო, რომ ვაძველებთო, ეხლა აძველებენ. უნდა გაახმონ, ხაჭოს კვერებს აკეთებენ, ახმობენ. მე რო გახმება ის მზეზე რო გახმება, მე გადაავლებენ თუ შრატია ცხელშრატ გადაავლებენ ან ცხელ დუღარეწყალს და ლაგდება მე დიდ თიხის კილაში და დებენ მიწაში, რავი, მიწაში გრილად-გილას სადმე და ის უნდა დაძველდეს და გააყავისფერდეს და დალბეს, დამბალ ხაჭო უნდა გაკეთდეს და ეტყობა მაგ პერიოდში იყო დამბალ ხაჭო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ამით, აი ვერ გეტყვით როგორი რა. თაფლი არ გამიხსნია, რატო არ უნდა გავხსნათ თაფლი? რაღაცის თაფლია ესა. ეს რაღაცის სპეციფიური ისა აქვს, სუნი და ეცადეთ. ვაიმე. დედას გეფიცებით წაიქცევი ისეთი სუნი აქ, აი მე ხო დედას ტყუილაზე არ დავიფიცებ, ჯერ მართალზე არ მიყვარს დაფიცებ. ეს ერთი დანია მაქვს, მეტი არა მაქვს და ვიყენებ ყველაფერში. ვისაც გულის სუსტი გაქვთ, მოუყურებთ. ეხა იტყვიან თითი გაილოკაო. დედა რა კარგია. რაღაცის გემო აქვს, არ ვიცი, წაბლის თაფლი შეიძლება იყოს ესეთი ფერი, ხალხებო, აბა ვინ იცით, ექსპერტი ვინ ახართ? ნახე როგორია. ქარვა, მუქი ქარვა. აი მე სუნი აქვს რაღაცნაირი, აი თაფლი. როგორც აი მჭადის ფქვილს აქვს გაჯერებული მჭადი, ხო? ეგეთი არის თაფლი კიდე გაჯერებული. ძალიან
ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი ფიქრი, არ ვიცი რანაირი მადლობა გითხრა. ეს ხალხო, ვისაც არ გესმით ახლა ჩემი ნოსტალგია და ჩემი მონატრება და ეს ყველაფერი, ალბათ ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, მაგრამ ვერ გეტყვით რას ნიშნავს ჩემთვის ეს. ვერ აგიწერთ და ეს ყურადღება, ის რომ მე არ ვიცი ხალხო, ესეთი ყურადღებიანი ადამიანი მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ მეორე ღმერთმა სუსი კეთე მოგცეს. დავედი ახლა მე დავაბინავებ. ჯერაც დავაბინავებ, ჯერ უყურე, მაგრამ გამოვიღებ ამებიდან, ამოვიღებ, რომ ესა ვქნა. ეხლა რო ვთქვა, რომ მოდი თქო, იმას გავაკეთებ, წათხი გავაკეთო, წაკა ჩვენთან წაკას ეძახიან, წათხი გავაკეთო და იქ ჩავდო, ეგეც მენანება. იმიტომ რომ მარილიანი გახდება, მე ასევე შევინახავ, მოვახერხებ და გამოვიზოგავ. მე ხალხო, არ ვიცი, დამიწერეთ ეს მარტო კაცუშ, მარტო დავდო. ამას ჩავაფენ ამას ფოტოს, დავაკრავ ჭადებს, შევახვევ ზემოდანაც ფოტოს და რამეს დავაფარი და ორივეს დავდგავ. და უნდა დავდგა დაბალ ცეცხლზე. დამიწერეთ კომენტარები, დაველოდები. და რო გავაკეთებ, რა თქმა უნდა, მოვალ და გაჩვენებთ. აუცილებლად მომდენო ვიდეოში ჭადებს გაჩვენებთ მე თქვენ როგორ გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა, ვაიმე, არ ვიცი რა, ამაზე ძალიან გავგიჟდი, იმიტომ რომ ძალიან არ ველოდებოდი ამის მოლოდინი და არც რა თქმა უნდა ამას არ წარმოვიდგენდი, ჭადს და ყველს ველოდებოდი ნამდვილად. ვიცოდი რა ყველი და მეტი არ ვიცოდი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა ფიქრი, უზომოდ. ეს ჩემი გოგოების ხელს სხვაც ამაქვს და ამას აუცილებლად კარგად გავაშრობ. კარგად გავაშრობ იმაზე. და ისე შევინახავ. დიდი მადლობა. არ ვიცი მე რავი როგორ გადავიხადო, რო გითხრათ რომ გადავიხდი თქვენ პატივისცემას, ალბათ ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ ესა დაუფასებელია, შეუფასებელია და რა ვიცი რა, როგორ გითხრათ, არ ვიცი, რა ვიცი, ვერ გეტყვით. სიტყვები არ როგორ ვთქვა, უფერულდება და რო ხვდები რომ ვერანაირად ვერ გადმოცემ სიტყვებით იმას, რასაც ვგრძნობ, ხო? თლა რაღაცნაირად ის მემართება, რომ ვერ გადმოვეცი სიტყვებით, რასაც ვგრძნობ და რაც მიდუხს შიგნით. იმიტომ რომ ვერ გადმოვცემ. ესეთი რამე, რა ვიცი რა. არ ვიცი. კიდევ ერთხელ ფიქრო და წავედი და გიბრუნდებით მალევე სხვა ვიდეოთი. სხვა ვიდეოს გიგმები მქონდა ადენანა ასკამბი. თან როგორი შიში მქონდა, მალე ჩამოვა ანეტა მეთქი, რომ იმ დროს არ ჩამოვიდეს საავადმყოფოში ვიყო და ისა რას გააკეთებს ინოჩენტე მიხედავს არ მიხედავს. ეხლა მე თვითონ მივხედავ. წავედი, კოცნი ფიქრია, გეხვევი, არ ვიცი, კიდევ ძალიან დიდი მადლობა და ყველას კოცნით და გემშვიდობებით. აბაჰე და აბაჰო, თავარია ეხლა მე გავიარო როგორმე დავდგე ფეხს. აბაჰე, დადგა გოგო.